დაგახსოვთ განაძლიეროთ გაგახაროთ გილოცავთ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას, გილოცავთ ხსენებას სიყვარულის მოციქულისა, რადგანაც იგი არის ჭეშმარიტი ქრისტეს მიერ სიყვარულის მხადაგებელი. მან თქვა ეს ცნობილი სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ვიმეორებთ და ბევრი იმეორებს და ეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის შთაგონებული სიტყვებია ღვთისაგან. ღმერთმა მისცა ეს სიტყვები ძვირფასი ცოდნა, რომ ღმერთის სიყვარული არის და მართლაც როგორ შეიძლება ღმერთის სხვა რამე იყოს თუ არა სიყვარული. აი ზუსტად ჩვენ გვიყვარს უფალი, არა იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს მარტო დამოუკიდებლად, არამედ იმიტომ გვიყვარს რომ ჯერ მან შეგვიყვარა, როგორც სამოციქულოში წერია. ჯერ მან პირველად მან შეგვიყვარა და იმიტომ გვიყვარს ჩვენ, შედეგად გვიყვარს ის, როგორც მის ქმნილებებს და როგორც ღვთის ხატებასა და მსგავსებას. Რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვირჩიეთ ის, მაგრამ არა ჩვენ დამოუკიდებლად გამოვირჩიეთ, არამედ იმიტომ რომ ჯერ უკვე მან გამოგვირჩია ჩვენ. იმიტომ გამოგვირჩია ჩვენ რომ იგი ყოველივეს ჭრets, ყოველივე იცის და ყოველივეს ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს. ამიტომ ღვთის ხელში არის ყველაფერი. იგი არის პირველ წყარო ყოველივესი. სიყვარულისა, გამორჩევისა, ჯანმრთელობისა, სულიერი თუ ხორციელი სიჯანსაღისა და ასე ვთქვათ მრავალჟამიერობისა. იგი არის ბედნიერების, იგი არის ჯანმრთელობის, გზის გახსნის, სულიერი წინსვლის, ყოველივე კეთილი ცვლილებების, ასე წარმატება ქვია, წყარო და მიზეზი, პირველ მიზეზი და მომცემელი. ამიტომ მას უნდა ვევედროთ, როგორც ყოვლის მომცველ ღმერთს, მამაზეს და სულიწმინდას. აქ ერთი ღმერთი იჭვრიტება ისევ. ღმერთი, ყოვლადწმინდა სამება, სიყვარული არის. მას ვილოცოთ უნდა მოთმინებით ვრბიოდეთ ჩვენთვის წინა გამზადებულსა, ამას ჩვენსა ღვაწლსა, რომელიც მოგვეცა. და ეს ღვაწლი არ არის ადვილი, ჯვართვირთველობის ღვაწლი, მით უმეტეს ამ მძიმე დროში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. და დრო ჩვენგან არის დამძიმებული, თუ რომ ღმერთი ყოველივეს ქმნის კეთილად. ადამიანი თავისი არასწორი არჩევანი, თავისი ცოდვებით, თავისი არასწორი მიდრეკილებებით და ასე ვთქვათ, არასწორი გადაწყვეტილებები და საერთოდ ღვთისნების საწინააღმდეგო ვთქვათ ქმედებებით ამძიმებს ამა თუ იმ ღვთის ქმნილებას. ეს იქნება დრო, თუ ეს იქნება სივრცე, თუ ამრუდებს, თუ ეს იქნება სულიერი მენტალური ატმოსფერო, თუ ეს იქნება ადამიანთა შორის ურთიერთობები, გაუცხოება და ასე შემდეგ არ ჩამოთვლი ნეგატივს. ამიტომ გავაძლიეროთ უფრო მეტად ღვაწლი, დავრჩეთ იმ ღვაწლში, რომელიც ღმერთმა მოგცა და გავაძლიეროთ ეს ღვაწლი. უფრო მტკიცე ვიყოთ სარწმუნოებაში, იმედში, მხნეობაში და სიყვარულში, რომელიც არის თვითონ ღმერთი. იმის იმედით, რომ ღმერთი აი ამ ყველაფერს ხედავს და იცის და ნამდვილად როგორც ერთმანეთს ხედავთ, ეს შედეგი რეალობა თუ პირველ რეალობა ის არის. აი ის რეალობა ყველაფერს ხედავს ჭრets და ის რომელიც ხედავს დაფარულს, ხედავს უხილავს, ცხადად მოგვაგებს ჩვენ, როგორც ნათქვამია. ამიტომ ვიღვაწოთ მეტად, მოემზადოთ უფრო მეტად, ახლა დღესაც ვეზიარებთ ღვთისხალობით, კიდევ გავაგზავნოთ ზიარების საიდუმლოში რიტმული მონაწილეობა, უფრო მეტად ჩვენ გამწმინდოთ ჩვენი სული, სამშინელი სხეული და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. და მადლობთ ისა არ დაგტოვებ ჩვენ, რასაც ყველას გისურვებთ. მადლობთ ისა ჩვენს იესო ქრისტეს, სიყვარული ღვთისა და მამისა, რომელიც ღმერთი არის, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. კვლავ გილოცავთ იოანე ღვთისმეტყველის ამ დიდი მოციქულის და წმინდანის ხსენებას. ამინ.